ახალი წლის წინ რუსულ მაღაზიებში ტრადიციულად ისევ გამოჩნდა სადღესასწაულო კალენდრები ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით. სუვენირი დაახლოებით 3 ევრო ღირს და არჩევანიც ფართოა. პუტინი ინტერვიუს დროს, პუტინი თოვლში ძაღლებთან თამაშისას, პუტინი სამთავრობო ბორტზე, პუტინი ფორტეპიანოსთან. ერთადერთი, რასაც ვერ ნახავთ, ეს არის ომები, რომელიც პუტინმა დაიწყო. მოთხოვნა ძალიან მაღალია. ვლადიმერ ვლადიმიროვიჩის კალენდრები შესანიშნავად იყიდება. თითქმის ამოიწურა კიდეც. მარაგები უნდა შევავსოთ. მომხმარებლებს კი პუტინის გამოსახულები ან სუვენირებზე განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. ზოგ საახალწლოდ სახლში ბაფთები, ცხენები და ბაჭიები ურჩევნია. სამსახურში კი პუტინის პორტრეტები უკვე აქვთ. უფრო მხატვრობა მირჩევნია, პრეზიდენტის სურათი უფრო ფორმალური რამა. აი სამსახურში რომ უნდა დაკიდო კედელზე. იცით მე ცხენები, ბაჭიები, კატები და ძაღლები მირჩევნია. ზოგს კი პუტინის კალენდარი მხოლოდ იმიტომ არ უნდა, რომ არ იცის 1 წლის შემდეგ რა უყოს. მე პუტინის გამოსახულებიანი კედლის საათი მაქვს. იცით და კალენდარს არ ისურვებდით? იცით მინდა, მაგრამ 1 წლის შემდეგ რა ვქნა? ხომ ვერ გადავაგდებ. არ შეიძლება გადაგდება, აი ხატებს ხომ ვერ ყვრით. ასეა ზუსტად პრეზიდენტის კალენდარიც.